ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს შეხვედრის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში ამ კუთხით განხორციელებული რეფორმების შესახებ. მათ შორის ამნისტიის შესახებ კანონის, სისხლის სამართლის კოდექსში, იუსტიციის საბჭოში განხორციელებულ ცვლილებებზე. ასევე საუბარი შეეხო საზღვრის პირას სოფლებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას, იგულისხმება ოკუპაციის საზღვარი. ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის საზღვრისპირა სოფლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმდებარე სოფლებში ჩვენი მოსახლეობის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება, რომ ჩვენ აქ ძალიან გვჭირდება ჩვენი ევროპელი მეგობრების და პარტნიორების მხარდაჭერა, იმიტომ რომ იქ ირღვევა გადაადგილების უფლება, საკუთრების უფლება და ასე შემდეგ. ამიტომ მავთულ ხართების ფონზე, რომელიც წლის განმავლობაში 2013 წელს იყო ერთ-ერთი მტკივნეული თემა, უფლებების დაცვის კუთხით აქ ჩვენი ერთობლივი მოქმედება ასევე იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი.